უბრალოები პალესტინის ადმინისტრაციას მშვიდობის პარტნიორად მიიჩნევენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მისი ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი უარყოფს ებრაელი ხალხის ისტორიულ კავშირს ისრაელის მიწასთან? შეხედეთ ამ ვიდეოს. ისრაელი თავის წარმოშობაში გამონათლისია, ის გამონათლისია ყველა ქვეყნისგან მსოფლიოში. ხალხი იყო სახელმწიფოზე ადრე. ხალხმა დაარსა სახელმწიფო, შესაბამისად საზოგადოება დაიწყო ოჯახიდან, შემდეგ განვითარდა ტომებად და ხალხებად და ყველა ხალხმა ერჩია თავისი პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სისტემები განვითარდა. გარდა ისრაელისა. ისრაელის პოლიტიკური სისტემა დამტკიცდა სხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბრიტანეთში, დასში და იქიდან ჩამოიტანეს აქ. შემდეგ დაიწყო ხალხის ძიების პროცესი. თორე როგორ შეიძლებოდა რომ მთელი ისრაელი ყოფილიყო ჩამოსული? ქეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ჯუდია ქეიშენში. მე ვარ ჯოშ ჰასტენი. იმ ვიდეოში ნაჩვენებია ფათაჰის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რომლებიც უარყოფენ ებრაელების კავშირს ისრაელის მიწასთან. პალესტინის მედია ვაჩი ამბობს, რომ ეს მტკიცება არის უფრო ფართო კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ებრაული ისტორიის წაშლა და ისრაელის ლეგიტიმურობის უარყოფა. მოდით კიდევ ერთს გადავხედოთ. ეს ოკუპანტი ცდილობს პალესტინელ მოქალაქეზე ძალით დააწესოს ეს რეალობა, რათა ეს ქვეყანა და ეს რეგიონები გახადოს ამ მოქალაქისთვის მიუღებელი გარემო. რათა ჩაანაცვლოს ეს ადგილობრივი მოქალაქე, რომელმაც თავისი მიწა მემკვიდრეობით მიიღო თაობიდან თაობას, ეს პალესტინელი ქანაანელი მოქალაქე ასობით და ათასობით წლის განმავლობაში მისი ფესვები ღრმად არის გადგმული ამ მიწაში, რომ ჩაანაცვლოს მას მიგრანტი და ჩამოსული კოლონისტების ბრბოებით, რომელთა წინაპრები დედამიწის ყველა კუთხიდან მოვიდნენ. როტინა და ლაუნა. პალესტინური მედიის სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით, თითქმის არც ერთი დღე არ გადის პალესტინელი ოფიციალური პირების გარეშე. მედია საშუალებები ან საზოგადო მოღვაწეები უარყოფენ ებრაელთა ისტორიულ კავშირს ისრაელთან და წარმოაჩენენ ქვეყანას როგორც უცხო კოლონიურ პროექტს. ისრაელი პალესტინურ დისკურსში რეგულარულად აღწერილია როგორც ჩანერგილი სიონისტური ერთეული ან ისრაელის სიონისტური კოლონია. მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ბრებით ბრიტანეთი, ბრალდებულნი არიან იმაში, რომ მათ შექმნეს ისრაელი საკუთარი ინტერესებისთვის, ბრალდებები სხვადასხვანაირია. თითქოს ისრაელი დაარსდა იმისთვის, რომ ევროპას ებრაელთა პრობლემა მოეშორებინა. შუა აღმოსავლეთის რესურსების გასაკონტროლებლად ან არაბთა ერთიანობის შესაფერხებლად. მაგრამ PMW ამბობს, რომ ამ გზავნილებს ორი მიზანი აქვთ. ისრაელის არსებობის უფლების უარყოფა და ძალადობისა და ტერორიზმის გამართლება ისრაელელებისა და ებრაელების წინააღმდეგ. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ მტკიცებების გამოწვევა მხოლოდ ისტორიის საკითხი არ არის, არამედ იმ ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლაა, რომლებიც გამოიყენება ებრაული სახელმწიფოსადმი მტრულობის გასაძლიერებლად. PMW-ს კიდევ ბევრი მსგავსი ვიდეო აქვს. და რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ასეთი განცხადებები ამართლებს ძალადობასა და ტერორიზმს. თუ ებრაელებს ამ რეგიონში ისტორია არ აქვთ, მაშ, რას აკეთებენ ისინი აქ? თუ ისინი აქ არალეგალურად არიან, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მაშინ მათი გაძევება ან მოკლა გამართლებულია. და სწორედ ეს არის პრობლემა ამ კომენტარებში. გავიხსენოთ, რომ ეს არ მოდის ჰამასისგან, ეს მოდის პალესტინის ავტონომიისგან, ჩვენი ეგრეთ წოდებულო მშვიდობის პარტნიორებისგან. რამდენი წელი კიდევ უნდა ვიჯდეთ და უყუროთ, როგორ აღვივებს პალესტინის ავტონომია ძალადობას და აგრძელებს თავის პროგრამას, სადაც ტერორისტებსა და მათ ოჯახებს ეძლევათ ფული ებრაელების უკრელობისთვის. როდის იქნება ბოლოს და ბოლოს საკმარისი? ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენი ლიდერებისგან ველოდები. გავაგრძელოთ. ისრაელელი დედა ძლივს გადაურჩა ლინჩის მცდელობას გასულ ხუთშაბათს, მას შემდეგ რაც შეცდომით შევიდა პალესტინის ავტონომიის კონტროლირებად ქალაქ ჯენინში, ჩრდილოეთ სამარიაში. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალმა შემთხვევით შეაღწია ქალაქში, სადაც მტრულად განწყობილი არაბების ბრბო სწრაფად შემოერტყა მის მანქანას. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება ათეულობით არაბი მანქანას, როცა სიტუაცია სწრაფად მძაფრდება. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ქალი გადაარჩინეს და უსაფრთხოდ დააბრუნეს ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ მას სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული, მაგრამ როგორც ხედავთ, მისი მანქანა დამტვრეულია. ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ გააჩინა შეშფოთება იმ საფრთხეებზე, რომლებიც ისრაელებს ემუქრებათ პალესტინის ავტონომიის კონტროლირებად ტერიტორიებზე შესვლისას. ისრაელის კანონმდებლობით, ისრაელის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ A ზონაში შესვლა მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკების გამო. ინციდენტზე პასუხად, ბინამინის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელმა და იეშუას საბჭოს თავმჯდომარემ ისრაელ განცმა განაცხადა, ერთ დროს გვეუბნებოდნენ, რომ ეს მხოლოდ ცალკეული პირები იყვნენ. მე-7 ოქტომბერს ეს ილუზია ჩვენს თვალწინ დაინგრა. დღევანდელი ლინჩის მცდელობა ჯენინში კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ იუდეასა და სამარიაში მცხოვრები არაბებიც ცდილობენ ჩვენს განადგურებას. დროა გავიღვიძოთ. შემდეგი მე-7 ოქტომბერი უკვე ჩვენს კართანაა. და ბოლოს ეს შემთხვევა ბადებს შემაშფოთებელ კითხვას. რა ტიპის საზოგადოებაა, რომელიც ადამიანს თითქმის სიცოცხლეს აკარგვინებს მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორად მოუხვია? სოფლიოს ბევრ კუთხეში არსებობს საშიში უბნები, მაგრამ ეს სხვა იყო.
ეს არც ძარცვა იყო და არც შემთხვევითი ქუჩის დანაშაული. ამ შემთხვევაში ისრაელი დედა თავის შვილთან ერთად შემთხვევით არასწორ ქალაქში შევიდა და მას ძალადობრივი ბრბო დახვდა. უბრალო სანავიგაციო შეცდომა თითქმის სასიკვდილო შეხვედრად იქცა. არავის უნდა დაემუქროს ლინჩის საფრთხე მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორად მოუხვია. ბევრი ისრაელისთვის დღევანდელი შემთხვევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმ უსაფრთხოების რეალობებისა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და იმ ღრმა სიძულვილისა, რომელიც შეიძლება მხოლოდ იმიტომ აფეთქდეს, რომ ისრაელელი არასწორ ადგილას მოხვდა. გავაგრძელოთ. ყურადღებით მოусმინეთ შემდეგ სიახლეს. JNS-ის ამიბოტბამ ამ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იეშ-ატიდის დეპუტატი დები ბეთონი ამბობს, რომ როდესაც საქმე ეხება ღაზას, ზოგიერთი ნაწილის ხელახლა დასახლებასა გუშ და გუშ-ქათიფის აღდგენას, ის ამ ნაბიჯ თხარში მხარს დაუჭერს, იმ პირობით, რომ ეს თემები კანონიერად იქნება დაარსებული. მან თქვა, თუ ეს ნაწილები ღაზას შეიძლება ჩვენები იყოს ჩვენები. ადრე ისინი ბლოკად ფუნქციონირებდნენ და ეს ჩემთვის მისაღებია. მაგრამ თუ ხელშეკრულებებს ვაწერთ ხელს, უნდა ვცეთ მათ პატივი. სხვა სიტყვებით, აქ ოპოზიციის წევრი ქნესეტიდან ამბობს, რომ თუ ისრაელი დაბრუნდება და ღაზაში ლეგალური ებრაული თემების დაარსებას დაიწყებს, ის ამას მხარს დაუჭერს. ახლა, დავიმახსოვროთ, ეს კომენტარები არც ლიკუდის წევრს ეკუთვნის, არც მინისტრ სმოტრიჩის პარტიის წევრს, ან ბენ გვირის პარტიის წევრს. ეს არის ადამიანი იეშ-ატიდიდან. შეიძლება გინდათ მათ ცენტრისტული პარტია ან მემარცხენე პარტია უწოდოთ. როგორც არ უნდა იყოს, ფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, ზოგი ამას პატარა სიახლედ მიიჩნევს. მე ვფიქრობ, ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. წარმოიდგინეთ, რომ იეშ-ატიდის ყველა წევრმა ან ოპოზიციის სხვა დეპუტატებმა გადაწყვიტონ, რომ მხარს დაუჭერენ ებრაული თემების აღდგენას გუშ-კატიფში. გახსოვდეთ, 2005 წელს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობამ დაახლოებით 9000 ებრაელი გამოიყვანა საკუთარი სახლიდან და გასაღებები პალესტინის ადმინისტრაციას გადასცა. სულ 2 წელიწადში ღაზას ჰამასი აკონტროლებდა. არსებობს პირდაპირი კავშირი ებრაული ცხოვრების გაძევებასა ღაზადან და 7 ოქტომბრის მასაკს შორის. როდესაც იქ აღარ იყვნენ ისრაელის დასახლებებები და აღარ იყვნენ ჯარისკაცები ადგილზე, ჰამას ჰქონდა მთელი ეს დრო, რომ გაეზარდა თავისი რაკეტებისა და სხვა სარაკეტო საშუალებების არსენალი და გაეთხარა ტერორის გვირაბები. და ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება ღაზასა და იუდეასა და სამარიას შორის, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შეუძლიათ ყოველ ღამით ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება. ჩემი აზრით, ღაზაში დაბრუნება აუცილებელია, თუ ნამდვილად გვინდა, რომ მომავალ წლებში ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ და ჰამას არ მივცეთ შესაძლებლობა ხელახლა ააშენოს თავისი არსენალი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ისტორიული ებრაული კავშირები ამ ტერიტორიასთან. და ის ფაქტი, რომ 1967 წელს თავდაცვითი გადარჩენისთვის ომის დროს დავიბრუნეთ ეს მიწა, გვაძლევს ლეგიტიმაციას იქ ყოფნისთვის. მე ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ებრაელები კვლავ შეძლებენ წასვლას გუშ-ქათიფის ოდესღაც ლამას სანაპიროებზე და იქ საოცარი ფერმებისა და თემების აღდგენას. ამავდროულად სასიამოვნოა, რომ დეპუტატმა ბეთონმა გააკეთა ეს განცხადებები, როგორც შესაძლო ნაბიჯი მომავალი დიდი მოვლენებისკენ. ასე რომ ეს იყო ღაზა. და ამავე დროს ჩრდილოეთ სამარიაში ყოფილი ებრაული თემი წინ მიიწევს აღდგენისკენ. კვლავ, ეს ხდება 21 წლის შემდეგ, რაც ის ევაკუირებული იყო ისრაელის 2005 წლის გასვლის გეგმის დროს. ამ კვირაში კადიმში პირველი საცხოვრებელი ქარავნები მივიდა. ეს არის იმ 4 თემიდან ერთ-ერთი, რომელიც ამ გეგმის ფარგლებში იქნა მოცილებული. ეს ნაბიჯი წინ უსწრებს პირველი ოჯახების ჯგუფების მოსალოდნელ ჩამოსვლას, ძირითადად თელ-ავივიდან და ცენტრალური ისრაელი დრელიდან, რომლებიც ამ ადგილზე ახალი თემის დაარსებისთვის ემზადებოდნენ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია, მათ შორის გზები, ელექტროენერგია, წყალი და კანალიზაციის სისტემები, საზოგადოებრივი სივრცეების მოსამზადებლად. ქადემის აღდგენა უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელსაც ხელმძღვანელობს სამარიის რეგიონული საბჭო და საბჭოს ხელმძღვანელი იოსი დაგანი. ასევე ამანას მოძრაობა, რომლის მიზანია ახალი თემების დაარსება ჩრდილოეთ სამარიაში. პირველი ოჯახები სავარაუდოდ ამ ზაფხულის ბოლოს გადავლენ იქ. სანამ წარმატებით ვაგრძელებთ, კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს. ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ იერუსალიმმა გამოყო 113 მილიონი შეკელი, ან დაახლოებით 37.2 მილიონი დოლარი, იუდეასა და სამარიაში 70-ზე მეტი მემკვიდრეობის ობიექტის განვითარებისთვის. ეს ისტორიული ადგილები განუყოფელი ნაწილია ებრაელი ხალხის ისტორიისა, ასე დაწერა სმოტრიჩმა ებრაულ ენაზე ექსის პოსტში. ისრაელის ფინანსთა მინისტრი, რომელიც ასევე იკავებს მეორე პოსტს თავდაცვის სამინისტროში და ზედამხედველობს სამოქალაქო საქმეებს იუდეასა და სამარიაში, განაცხადა, რომ უმაღლეს მნიშვნელობას ანიჭებს ებრაული იდენტობის გაძლიერებასა და ისრაელის ხალხის უნიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას. მან დაამატა: ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მემკვიდრეობისა და ფესვების შენარჩუნებას. ისრაელის ერი ცოცხალია. დაფინანსება განკუთვნილია რამდენიმე პროექტის განხორციელებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონის ტურიზმის გაძლიერებას, მათ შორის მემკვიდრეობის ობიექტების შენარჩუნებას და მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას.
თუმცა დავიმახსოვროთ, OSHA სტატისტიკის მიხედვით ეს არის გაეროს ჯგუფი, რომელიც ამ რეგიონში ებრაელებზეა გადართული. იუდეასა და სამარიაში მემკვიდრეობის ობიექტებს მშვიდობიანად მონახულე, სკოლის ბავშვებს, რა თქმა უნდა, დასახლებელთა ძალადობის იარლიქს აკრავენ. ეს არის 100%-ით შესანიშნავი ამბავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაერო, ევროკავშირი და სხვები ძალიან მოიღუშებიან, როცა ამას გაიგებენ. რატომღაც, როცა ებრაელები ცდილობენ დაიცვან თავიანთი ისტორია, იქნება ეს იუდეასა და სამარიაში თუ ჩვენს დედაქალაქ იერუსალიმში, სოფლიო გაგიჟდება. გილოცავ მინისტრ სმოტრიჩს ამ გადაწყვეტილების გატანაში. ჩვენი ისტორიის პატივისცემა და ზრუნვა, ზრუნვა ძალანიშნულოვანია, რადგან ებრაული ერი აშენებს თავის მომავალს ჩვენს ისტორიულ და ბიბლიურ სამშობლოში. გავაგრძელოთ, ისრაელის უსაფრთხოების ძალები აცხადებენ, რომ ამ კვირაში მათ აღკვეთეს დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა ოპერაციის დროს შუფათის რაიონში, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. პოლიციის ინფორმაციით, საზღვრის პოლიციის ფარული ოფიცრები შინ ბეტის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მოწოდებული დაზვერვის საფუძველზე დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ თავდასხმას გეგმავდა. ოპერაციაში მონაწილეობდნენ საზღვრის პოლიციის ფარული ოფიცრები, დამატებითი საზღვრის პოლიციის დანაყოფები და იერუსალიმის ოლქის პოლიცია, რომლებმაც შევიდნენ ეჭვმიტანილის სახლში, იპოვეს იგი და დააკავეს. ოფიცრებმა ასევე გაჩხიკეს საცხოვრებელი, სანამ ეჭვმიტანილს შინ ბეტში გადაიყვანდნენ შემდრომი გამოძიებისთვის. პოლიციამ გაავრცელა ოპერაციის ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ატარებენ ფარული ძალები დაკავებას. ხელისუფლებას დამატებითი დეტალები ეჭვმიტანილ გეგმასთან დაკავშირებით არ გაუმჟღავნებია, რადგან გამოძიება გრძელდება. ასე რომ, კიდევ ერთი ღამე და კიდევ ერთი ახვეთილი ტერორისტული თავდასხმა. მადლობა მამაც მამაკაცებსა და ქალებს ისრაელის თავდაცვის ძალებიდან. ასევე პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციას, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ყოველ ღამე ისრაელში უსაფრთხოდ შეგვიძლია ძილი. ამავე დროს ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მხოლოდ გასულ კვირაში იუდეასა და სამარიაში 200-ზე მეტი ძებნილი არაბი დააკავეს ანტიტერორისტული ოპერაციების პარგლებში. სამხედროები აცხადებენ, რომ დაკავებულებს შორის არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილები, რომლებიც ჰამას უკავშირდებიან, პირები, რომლებიც ტერორიზმის წახალისებასა და წაქეზებაში არიან ბრალდებულნი, იარაღის გამსაღებლები, არალეგალური იარაღის მწარმოებლები, და ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ მოახლოებულ თავდასხმას გეგმავდა. ოპერაციების დროს ისრაელის ძალებმა ასევე ამოიღეს 10,000-ობით შეკელი, რომელიც სავარაუდოდ ტერორიზმის დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი. ასევე ამოიღეს იარაღი და მასალები, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად გამოიყენებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჯარისკაცებმა ამოიღეს იარაღის წარმოებისთვის გამოყენებული ათეულობით ნივთი, მათ შორის Airsoft-ის იარაღები, სანადირო თოფები, პისტოლეტი და უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე აღმოჩენილი და გაუნებელყოფილი იქნა 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა. ოპერაცია მოხდა დაახლოებით 2 კვირის წინ სამარიაში, ჰავად გილადის ფერმის მახლობლად მომხდარ მომაკვდინებელ ტერორისტულ სროლას, სადაც 2 ისრაელი მოკლეს და 6 სხვა დაიჯრა. სხვერპლთა ვინაობა დადგინდა როგორც 22 წლის ბინიამინ მელეტი, რომელიც იყო თემის სწრაფი რეაგირების უსაფრთხოების ჯგუფების ჯგუფის წევრი და აგრარული დირექტორი. The Maori Yuval Ezra, 27 წლის საარტილერიო მეთაური, რომელიც მოგვიანებით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მათი ხსოვნა იყო კურთხეული. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ იმ 2 ტერორისტის სახლები, რომლებიც ამ თავდასხმაზე არიან პასუხისმგებელნი, უკვე აზომეს და ერთ-ერთი მათგანი დაგეგმილი დანგრევის წინ დაილოვა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი ზომები უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მომაკვდინებელ თავდასხმებზე პასუხისმგებელი ტერორისტების თანამცხოვრებთა მიმართ მოქმედებას. ასევე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამ კვირაში გამოაცხადეს ტერორისტის დაკავება, რომელიც დაკავშირებულია ისლამური ჯიჰადის ტერორისტულ ორგანიზაციასთან და რომელიც ტერორისტული აქტივობების გასაძლიერებლად მოქმედებდა. გარდა ამისა, ტერორისტები ეკუთვნოდნენ ლომების ბუნაგის ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც წარსულში ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა უკვე დაშალეს. ამავე დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამარიის კაბაჩას რაიონში გაანადგურეს 10 დანადგარი, რომლებიც იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმოებისთვის გამოიყენებოდა. მოწყენის დრო ნამდვილად არ არის, მეგობრებო. გავაგრძელოთ. ისრაელის იუდეის უდაბნოში ახალი ბილიკი ბიბლიურ სიყვარულის ისტორიას აცოცხლებს. და ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ის რწმენაზე დაფუძნებული ტურიზმის ახალ მიმართულებად იქცევა. JNS-მა ამ კვირაში დავითის ხეტიალის ბილიკის გახსნის გახსნაზე გაავრცელა ინფორმაცია. ახალი ბილიკი, რომელიც სტუმრებს მეფე დავითისა და აბიგაილის ბიბლიურ ისტორიასთან აკავშირებს. ეს ჰოლივუდისთვის დაწერილ ისტორიას გავს. ახალგაზრდა მებრძოლი, რომელიც ძლევამოსილი მეფისგან გარბის, ქალი, რომელიც რთულ ქორწინებაშია გაჭედილი და შემთხვევითი შეხვედრა, რომელიც ისტორიის მიმდინარეობას ცვლის. 3000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იმ ტერიტორიაზე, სადაც მომავალ მეფე დავითს აბიგაილი შეხვდა, ახალი სასეირნო და ველოსიპედის ბილიკი გაჩნდა. ეს ადგილი ვიზიტორებისა და თანამედროვე ქორწინების წინადადებების პოპულარულ მიმართულებად იქცა. ახლად გახსნილი დავითის ბილიკი თითქმის 3 მილზეა გადაჭიმული იუდეის უდაბნოს კიდეზე და ის ისრაელის მაონის თემს აერთებს, რომელიც ხებრონის სამხრეთით მდებარეობს, მახლო კარმელთან. ბილიკზე განთავსებულია ინტერაქტიული გამოფენები და ბიბლიური ციტატები სამუელისა და ფსალმუნების წიგნებიდან, რომლებიც დავითისა და აბიგაილის შეხვედრის ისტორიას ხვებიან.
ბიბლიური აღწერის მიხედვით, აბიგაილმა დავითს შეაჩერა, რომ არ დაესხა თავს მის ქმარს ნაბალს, მას შემდეგ რაც ნაბალმა უარი თქვა დავითისა და მისი კაცებისთვის საზღაურის მიცემაზე, მისი ფარების დაცვის სანაცვლოდ. მალე ნაბალი გარდაიცვალა და აბიგაილი დავითის ცოლი გახდა. 1.6 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი ისრაელის ტურიზმის სამინისტრომ და ხებრონის მთის რეგიონულმა საბჭომ წამოიწყეს. გეგმებში შედის კაფე, ელექტრო-ყველგანმავალი მანქანებით ტურები და ღამის გასათევი ადგილების სტუმრებისთვის. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბილიკი მიზნად ისახავს როგორც ებრაელი, ასევე ქრისტიანი ტურისტების მოზიდვას ისრაელის ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ებრივი ლანდშაფტებისა და მისი ბიბლიური მემკვიდრეობის ერთმანეთთან დაკავშირებით. პროექტი ასევე არის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომლის მიზანია ფსალმუნების ცენტრის დაარსება რეგიონში, რათა გამოიკვეთოს ლოცვები და სიმღერები, რომლებიც ტრადიციულად დავითს უკავშირდება იმ წლებში, როცა იგი იუდეის უდაბნოში იმალებოდა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მიზანია ტერიტორიის ბიბლიური მნიშვნელობის შენარჩუნება და ამავე დროს ახალი დანიშნულების ადგილის შექმნა, სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრებისთვის. მეგობრებო, ეს კიდევ ერთი ნიშანია იუდეასა და სამარიაში მუდმივობის. ასევე ეს კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ამტკიცებს ებრაელი ერის უძველეს კავშირს ისრაელის მიწასთან და ჩვენს ბიბლიურ გულთაგულთან, იუდეასა და სამარიასთან. ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია და დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ტურიზმს ამ რეგიონში. გილოცავთ ელირამ აზულაის, ხებრონის მთის რის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელს და ყველა საბჭოს წევრს ამ წარმატებისთვის. ეს იყო კიდევ ერთი გამოშვება Judea Occasionis JNS TV-ზე. მინდა მადლობა გადაუხადო კულისებში მომუშავე ხალხს. აუცილებლად ეწვიეთ JNS TV-ს ამ შესანიშნავი კონტენტისთვის. დაგვიტოვეთ, სუპერ მადლობა და გამოიწერეთ არხი. ასევე ეწვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ახალი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. მომავალ კვირას ისევ გნახავთ აქ, Judea Occasionში, მხოლოდ JNS TV-ზე.